2024 წელს საქართველოში 4488 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. უკვე მეხუთე წელია ქვეყანაში უარყოფითი ბუნებრივი მატებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობა გარდაცვლილთა რაოდენობას არ აღემატება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2024 წლის მონაცემებით 2023 წელთან შედარებით ცოცხლად დაბადებული ბავშვების რაოდენობა 1,8%-ითაა შემცირებული. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 2,8%-ით გაზრდილი. გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი მარიამ ბანძელაძე აღნიშნავს, რომ მშობადობის მაჩვენებელი ბევრ ევროპულ სახელმწიფოში კიდევ უფრო დაბალია ვიდრე საქართველოში. თუმცა აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ საქართველოში ოჯახები იმაზე ნაკლებ შულს აჩენენ, ვიდრე რეალურად სურთ. ამასთან მშობადობის მაჩვენებელი უკვე წლებია იმ მინიმალურ ზღვარს ქვემოთაა, რომლითაც მოსახლეობის არსებული რაოდენობის შენარჩუნება იქნებოდა შესაძლებელი. საქართველოში სასურველი შვილების რაოდენობა არის რეალურად 2,6, რაც ნიშნავს, რომ ოჯახს სურვილი აქვს, რომ გააჩინოს მეტი ბავშვი, მაგრამ აჩენს უფრო ნაკლებს შესაბამისად. ასევე უნდა განვიხილოთ ეს საკითხი ზოგადად ესეთი ბუნებრივი ცვლის მაჩვენებელთან მიმართებაში, რაც ნიშნავს, ეს არის 2,1, ეს არის ბუნებრივი აღწარმოება, რაც არის ნომინალური, ყველაზე დაბალი ზღვარი, რის შენარჩუნებით შესაძლებელია მოსახლეობის არსებული რაოდენობის შენარჩუნება ზოგადად. მოგეხსენებათ ახლა 2,1, ჩვენ გვაქვს 1,7 საქართველოს. შესაბამისად ამ ნომინალურ ზღვარზე ქვევით ავართ. ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ ვითარებას გაეროს მოსახლეობის ფონდში უპირველესად სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებს უკავშირებენ. უარყოფით ბუნებრივ მატებას ეკონომიკურ ვითარებას უკავშირებს სტატისტიკოსი ივანე კაჭაყმაძეც. მისი განმარტებით მონაცემები აჩვენებს, რომ ოჯახის შემოსავლის ოდენობა ამავე ოჯახში ბავშვების რაოდენობას პირდაპირ უკავშირდება. თვითონ სტატისტიკური მონაცემები ანალიზი მეუბნება, რომ თუ მაგალითად მოსახლეობის შემოსავალი გაიზრდება თქვა 20-25%, არის ეს მეთოდები, რომელიც ამის საშუალებას გვაძლევს. ხო? დაახლოებით საქართველოს რეალობაში მშობადობის რაოდენობა, ანუ 7 წლამდე ახალგაზრდების რაოდენობა იზრდება 2-3%-ით. აი წარმოიდგინე, თუ იყო საშუალო ხელფასი, თუ გაიზარდა საშუალო შემოსავალი ოჯახის, თუ გაიზრდება 200-300 ლარით, მოდი ასე ვთქვათ, ხო? თუ იყო მაგალითად წლიურად, ანუ ყოველთვიურად, თუ იყო მაგალითად 15-16% იმ ოჯახების რაოდენობა, სადაც იყო 7 წლამდე ბავშვები, ამ ოჯახების რაოდენობა გახდება 2-3%-ით მეტი. სპეციალისტები იმაზეც საუბრობენ, რომ დემოგრაფიული ცვლილებები ქვეყნის ეკონომიკაზე პირდაპირ მოქმედებს და რომ ეკონომიკის რიგ დარგებში სამუშაო ძალის დეფიციტი უკვე შესამჩნევია. ჩვენ მოგვიწევს სერიოზული არჩევნის გაკეთება, რომ იტყვიან ეკონომიკის ტემპების შემცირება თუ გარე მიგრანტებისათვის კარების ფართოდ გაღება. ამ გამოწვევას საზოგადოებამ ერთმნიშვნელოვანი და ცალსახე პასუხი უნდა გასცეს. დოვლათის შემქმნელთა რაოდენობა კლებულობს, ხოლო ვინც საჭიროებს ამ დოვლათის მიღებას, მოხმარებას, გამოყენებას, მათი რაოდენობა იზრდება. ანუ დემოგრაფიული ზეწოლის მაჩვენებელი შემოსავლიანი მოსახლეობაზე წლიდან წლამდე მატულობს. საუბარია უკვე საპენსიო ასაკის გაზრდაზე და რიგი სხვა შეზღუდვების დაწესებაზე, იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებამ მეტნაკლებად აიცილოს, თავი აარიდოს აი ხანდაზმული მოსახლეობისათვის ხარჯების შემდგომ ზრდას, იმიტომ რომ ნაკლებ ჰუმანურია საზოგადოება, უბრალოდ ამის რესურსი არ გააჩნია და მიდის საუბარი იმაზე, რომ უფრო აქტიურად უნდა იქნეს ჩართული საპენსიო ასაკის მოსახლეობა შრომით პროცესში, ეკონომიკური დოვლათის შექმნაში, იმისათვის, რომ ეს დატვირთვა თაობათა შორის მეტნაკლებად თანაბრად იყოს გადანაწილებული. მშობადობის დაბალ მაჩვენებელს მოქალაქეები უმეტესად სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს უკავშირებენ. პირობები არ აქვს შვილო, პირობები ნამდვილად არ აქვს. ცალკე უნდათ ახალგაზრდებს ცხოვრება, ბავშვის აღზრდისთვის ძალიან ბევრი რამეა საჭირო. ძალიან ცუდი მდგომარეობაა, ეს მილევადიერი ვართ, ესე იგი სიკვდილიანობა ორჯერ უფრო მეტია ვიდრე შობადობა. მაგრამ არ ვიცი მე ყველანაირი უკმაყოფილების თავი და თავი ჩემის აზრით არის სოციალური მდგომარეობა, რომელიც საქართველოში არის კატასტროფული. როცა შესაძლებლობები გვაქვს, მაშინ უკვე ვცდილობთ 2-3 ყავდეს, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან უწყობს ხელს ამ უარყოფით მხარეს. ეკონომიკური პრობლემები თავის მხრივ მიგრაციის მთავარი მიზეზია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით მხოლოდ 2023 წელს ქვეყანა 245,000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი არის მიგრაციის საკითხი. და ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც მიგრაციის პატერნები ჩვენ განვიხილეთ ასაკობრივ ჭრილში, შევხედეთ, რომ ძირითადად რეპროდუქციული ასაკის ქალები და ახალგაზრდები არიან მიგრაციაში ჩართული, რაც რა თქმა უნდა დემოგრაფიულ მდგომარეობაზე ახდენს გავლენას. შობადობის მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად მოქმედებს სხვა ფაქტორებიც. თუ არ იქნება შესაბამისი ხელისშემწყობი გარემო ოჯახებისთვის და კონკრეტულად ქალებისთვის, რომ უფრო მეტად იყოლიონ ბავშვი, მაგრამ ასევე აქტიურად დაბრუნდნენ შრომის ბაზარზე, რეალურად რთული იქნება შობადობის მაჩვენებლის მოგვარება. ეხლა გულისხმობთ აქ რას? და ესეც ასევე რთული და კომპლექსური საკითხია. აქ არის დედობის შვებულება, ანუ იგივე დეკრეტული შვებულება, მამობის შვებულება, მშობლის შვებულება, მაგრამ სხვა საკითხების როგორ არის მაგალითად საბავშვო ბაღები, ბავშვის მოვლის ცენტრები, მოქნილი გრაფიკი, კვალიფიკაციის სწრაფი ამაღლება, თქვათ დეკრეტში მყოფი ქალისთვის, როდესაც სურს რომ უკან დაბრუნდეს სამუშაო ბაზარზე. თუ კი დამსაქმებელი თვითონ არ შექმნის ისეთ გარემოს, რაც იქნება ოჯახებისადმი კეთილგანწყობილი და მორგებული, რეალურად ძალიან რთული იქნება, იმიტომ რომ ზოგადად მოდერნიზაცია განაპირობებს შობადობის კლებასაც. დღეს წარმოუდგენელია ოჯახში იყოს მხოლოდ ერთი მარჩენალი. საჭიროა იმისთვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ, ესე ვთქვათ, ეკონომიკური მდგრადობა ოჯახში, 2 და მეტი ადამიანი იყოს ჩართული შრომის ბაზარზე. შესაბამისად, ბუნებრივია აქ არის ბავშვის მოვლის საკითხი, შრომის გადანაწილება დღის წესრიგში და ეს ასევე ეხმიანება გარკვეულწილად რაღაც არსებულ სტერეოტიპებს, რომელიც საქართველოში არსებობს და ოჯახებში მით უმეტეს არის მყარად ფესვგადგმული. შობადობის დაბალი მაჩვენებელი დეკრეტულ შვებულებასაც რომ უკავშირდება, ამაზე მოქალაქეებიც საუბრობენ. არ არსებობს ნორმალური შვებულება, ხომ? დეკრეტი არ არსებობს, 6 თვიანი, 6 თვის ბავშვი ვის უნდა დაუტოვო? სად უნდა წაიყვანო? მე 6 თვე გინარჩუნდება მხოლოდ, ხომ? სამსახური, ისიც ანაზღაურებადი არ არის. თუ საჯარო სამსახურში ხარ, კიდე რაღაცას ანაზღაურებენ და ერთჯერადად გირიცხავენ თანხას. ისიც სასაცილო თანხაა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ასეთი უცნაური სახელით ცნობილი მოვლენა უარყოფითი ბუნებრივი მატება 2024 წელს თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლის გარდა საქართველოს ყველა რეგიონში აღმოჩნდა. საქართველოში 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობა ქვეყნის მთელი მოსახლეობის 16%-ს აღემატება. სპეციალისტები არსებულ ტენდენციებზე დაყრდნობით ვარაუდობენ, რომ 2050 წლისთვის ეს მაჩვენებელი დაახლოებით 30%-ს გაუტოლდება.